მასშტაბებთან სერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 15. დენის წყაროს მომჭერებს შორის ძაბვა ელექტრომამოძრავებელი ძალის 75%-იაო და გვეკითხებიან რის ტოლია წრედის გარე წინაღობის შეფარდება წყაროს შიგა წინაღობასთან. მოცემული გვაქვს რომ ძაბვა ტოლი არისო ელექტრომამოძრავებელის 75%-ის შესაბამისად ეს იქნება 0.75 ეფსილონი ელექტრომამოძრავებელი ძალა და გვეკითხებიან გარე წინაღობის ერის შეფარდებას შიგა წინაღობასთან, ერთ პატარასთან. კარგით, მოდით ავიღოთ დენის წყარო. ასე. დავხატოთ წრედი. აქ გქონდეს გარე წინაღობა, ასე. ეს იყოს E-დიდი, შესაბამისად. შესაბამისად გვექნება ელექტრომამოძრავებელი ძალა, აქ გვაქვს შიგა წინაღობა და მოდით ასე მოვიქცეთ ახლა ჩვენ თვითონ წრედის უბნისთვის წყაროს მომწერებზე ძაბვა წრედის უბნისთვის თუ ჩავწერთ ომის კანონს, I უდრის წრედის უბნისთვის ომის კანონი, უშეფარდებული ერთთან, საიდანაც ძაბვისთვის მივიღებთ, რომ U ტოლი არის I-ერის, მაგრამ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ უკვე ომის კანონს მთლიანი წრედისთვის, ომის კანონისთვის მთლიანი წრედისთვის იქნება I უდრის, თუ ჩავწერთ ომის კანონს მთლიანი წრედისთვის ეს იქნება ტოლი ეფსილონი შეფარდებული R-დიც პლუს R პატარა და მოდით აი ეს დენის ძალა აქ შევიტანოთ. მაშინ რა გვექნება ეს ტოლი იქნება ის მაგივრად თქო ჩავსვათ ეს შესაბამისად ეს ტოლი იქნება ეფსილონ R შეფარდებული R-დიც პლუს R პატარა. ეხლა აქედან ჩვენ გამოგდის, მოდით თქვენ დავწეროთ, ესე იგი აქედან ჩვენ გამოგდის, რომ ძაბვა ტოლი არის ეფსილონ R შეფარდებული R-დიც პლუს R პატარასთან, მაგრამ მეორე მხრივ უხო ტოლი არის, ძაბვა ხო ტოლი არის 0.75 ეფსილონის, ხო? ეს ეფსილონები შეგვეკვეცება, აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ 0.75 ტოლი ყოფილა R შეფარდებული R-ს პლუს R-დიც პლუს R-თან. ასე, ახლა მოდით ასე მოვიქცეთ, აქედან ჩვენ რა გამოგდის? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ 0.75 R-დიც პლუს R პატარა ტოლი ყოფილა R-ის, აქედან გამოგვივა ჩვენ, რომ 0.75 R-ს დამატებული 0.75 მიასედი R პატარა ტოლია R-ის და მოდით ახლა 0.75 R გადავიტანოთ მარჯვნივ და დაგვრჩება 0.75 R პატარა. თურმე ტოლი ყოფილა R-ს გამოკლებული 0.75 R იქნება ტოლი 0.25 მიასედი R დიდის, საიდანაც ჩვენ გამოგდის, რომ R-ის შეფარდება R პატარასთან ტოლია 0.75 შეფარდებული 0.25-თან. ეს კი ტოლი გამოგდის 3-ის. შესაბამისად თუ დავწერთ პასუხს R-ის შეფარდება გარე წინაღობის შეფარდება წყაროს შიგა წინაღობასთან ტოლი ყოფილა 3-ის. პასუხი G.